საღამო მშვიდობისა. სალამი ყველასთან პირველ რიგში პარასკევია დღეს. 9:30-საც გადაცდა და დრო არის უკვე რომ საქართველოს ეროვნულ ლოტარიამ ლოტო 6.42-მა აიღო სტარტი. თუ წინააღმდეგი არ იქნები და არ იქნებით თქვენ. ჩვენს ვიღებთ სტარტს თქვენთან ერთად და სტარტი უნდა აიღოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იღბალმა, რომელიც ასე გჭირდება, იმიტომ რომ გასათამაშებელია ერთად ვთქვათ 2.29,766 ლარი. რა მაგარია, მეორე კატეგორია. უკვე გასცდა ჩვენი ჯეკპოტი. თან კარგად გასცდა 30,000 ლარამდეა გაცდილი უკვე. მეორე კატეგორიას რაც შეეხება 165,000 ლარს გასცდა მეორე კატეგორია და უახლოვდება 200,000. ორივე კატეგორია არის მოწოდების სიმაღლეზე, ასევე მესამე მეოთხე კატეგორიებში გვაქვს გასათამაშებელი, როგორც მახსოვს, მესამეში მახსოვს. კი, მესამე კატეგორიაში. კი ბატონო. სხვილი თანხა მოგროვდა, ანუ შანსი იმისა, რომ რომელიმე მათგანი გათამაშდეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის. შესაბამისად, მთავარი არის, რომ სტაბილურად თქვენ ხელში ბილეთები მომარჯვებული გქონდეთ, შევსებული გქონდეთ თქვენთვის სასურველი რიცხვებით და რა თქმა უნდა, ხლა დანარჩენი მივანდოთ ჩვენს ლოტოტრონს. რა შემოგთავაზებს ჩვენი ლოტოტრონი, ეს უკვე კი ბატონო, იღბალზეა დამოკიდებული. წავედით. როგორ წავიდეთ? წავედით, აქეთ ვიბრუნდი და წადი. აბა წარმატებას გისურვებ თითოეულ თქვენგანს. ავითვალოთ 3-2-1 და ხელი დავაჭიროთ ჩვენს ჯადოსნურ ღილაკს იმისთვის რომ ავახმაუროთ ჩვენი ლოტოტრონი. აბა თქვენიცით. საინტერესოა დღეს მაღლებს შემოგთავაზებს ლოტოტრონი, საშუალო რიცხვებს, დაბლებს თუ პირველი წამოა კომბინაციას საშუალო. ყველაფრის და რა ფერი? 16 იქნება. რა ფერი? ყვითელი. როგორ მიხვდი? მართლა ეგ არის? კარგი რა. და ყურში ხო არ ჩაგძახეს? არა, დავინახე და ისე. ისე ყვითელი ფერი შემოგვიერთდა 16 შემდეგ ამჯერად 27 მოკალათ და თავის ადგილას და მესამე მომგებიანი ბურთი. ასე 26 შემოგორდა ჩვენთან. აბა ვინ იქნება შემდეგი? ნახოთ, შემდეგი იქნება წითელი. არა, ვერ მწვანეა. გაარტყი. 8 არის შემდეგი მომგებიანი ბურთი, მეოთხე და მეხუთე ჭირდება სასწრაფოდ. აი, ესე იგი დღეს ვერაფერი, 4-იანი. დღეს იღბალი შენკენ არ არის, მაგრამ იმედი მაქვს რომ იღბალი არის მათკენ, ვინც თამაშობს ლოტო 6.42. მე არ ამიშავს, კი ბატონო, მთავარია ჩვენს ტელემაყურებელს ახლა იღბალი მიუვიდეს 41-ია, ნომერ მე-6 მომგებიანი ბურთი და ველოდებით ბონუს რიცხვს და ის გახლავთ ნომერი 30. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ როგორც წესი და კანონი. შერჯერობით დღეს 100-ია, 16-ით დავიწყოთ. 27, 26 გახლავთ შემდეგი. 4, 41 და ბონუს რიცხვი 30. ყველას პირველ რიგში გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას, დიდი იმედი მაქვს რომ დღეს აი მსხვილი თანხები რომელიც მე და ზურამ გაგიზიარეთ და არაერთხელ გავაჟღერეთ, გათამაშდება, შედეგები რა თქმა უნდა ძალიან მალე წამოგვეწევა, მაგრამ მანამდე ვინც მოიგო, მათ უკვე იციან. მათ იციან, მაგრამ ჩვენ ჩვენ არ გავიგებთ ვიცით. მალე და მთელი საქართველო გაიგებს, სულ ცოტა ხანში აი აქ გამოჩნდება შევარია შედეგები. მოიგონ და თუ გინდა ძალიან ბიან გავიგონ. მაგრამ სანამ აი ეს გამოჩნდება ხოლმე აქ შედეგები და თქვენი სიხარული იქნება, სანამ ჩვენც გაგვახარებთ ხოლმე პირდაპირ ეთერის საშუალებით, მანამდე აუცილებლად ერთი ბილეთი მაინც უნდა შეიძინოთ. რამოდენიმე გზა არსებობს ამისთვის, ერთ-ერთი ეს არის loto.gi ონლაინ სამყაროში შებრძანდებით და თავად შეავსებთ თქვენთვის სასურველ ციფრთა კომბინაციას, ასევე ყველა დიდ სავაჭრო მოლში, ასევე სერვის ცენტრებში, ლოტოს ჭიხურებში, რომელიც მიმოფანტულია საქართველოს სხვადასხვა წერტილში. მოკლედ, არჩევანი თქვენზეა, რა ფორმით შეიძენთ ბილეთს, როგორ შეავსებთ მას. ეს რა თქმა უნდა თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ბილეთი ხელში უნდა გეჭიროთ იმისთვის, რომ აი ამ თანხების მფლობელი სწორედ თქვენ გახდეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე მოხდება კიდეც. ესე იგი, მეოთხე კატეგორია. აბა შედეგები თუ შეიძლება ეკრანზე. მეოთხე კატეგორია გავათამაშეთ, მოგება ბილეთზე შეადგენს 634 ლარს, ჯამში გათამაშდა 1902 ლარი. უпростоრად მეოთხე კატეგორია და მეხუთე და მეექვსე კატეგორიაში ყავს ბევრი გამარჯვებული, მესამე კატეგორია ვერ გავათამაშეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ მესამე კატეგორიაში რომ ამობდის მსხვილი თანხა, თითქმის 10,000 ლარია მოგროვებული. დიახ, მეორე კატეგორია კლავაც რჩება ხელშეუხებელი, ასევე ჯეკპოტი და თქვენ შეგიძლიათ შეახოთ აი აქ თქვენი ხელი. ჯეკპოტსაც, მეორესაც, მესამესაც და ყველა კატეგორიას, ასე რომ არ დაივიწყოთ. ერთი ბილეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მესამე, მეორე და ჯეკპოტი. მოკლედ, სამი საპრიზო ფონდი სწორედ თქვენ გელოდებათ, იგებს ის ვინც თამაშობს. ხოლო მოგება შეუძლია ყველას. ბედნიერი შაბათ კვირა ყველას. ნახვამდის.